რა მოიწვა თუ რა არ თქვა ირაკლი ყობახიძემ ამის შესახებ შეიძლება ითქვას რომ ერთგვარი კამპანია სოციალურ ქსელში დაწყებული უკვე მეორე დღეა არ მხოლოდ ირაკლი ყობახიძის არამედ ჩალვა პაპაშვილის გაკეთებული განცხადებების შემდეგ ერთგვარად ფოტოარქივით ახსენებენ მათ საკუთარ წარსულს და არ მხოლოდ ფოტო არამედ დოკუმენტური არქივიც არსებობს იმის შესახებ თუ რა საქმიანობდნენ ივანიშვილის პარტიის ამჟამინდელი ლიდერები წლების წინ მათ შორის საინტერესოა ფონდ ღია საზოგადოების ვებგვერდზე დაცული დოკუმენტი ეს არის 2013 წელს მომზადებული დოკუმენტი რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკის შექმნას ეხება როგორც ირკვევა ამ დოკუმენტზე იმუშავა ირაკლი ყობახიძემ და არა მხოლოდ მან საინტერესო ერთი დეტალი რომ ის მაშინ საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენდა და ამ დოკუმენტის შემუშავების პროცესში მას მოუწია მუშაობა იმ ადამიანებთან ერთად რომლებიც დღემდე არიან სამოქალაქო საზოგადოების და მესამე სექტორის წარმომადგენლები მათ შორის იკითხება იქ გიორგი ბურჯანაძის ლევან ატროშვილის სახელი და გვარიც რომლებიც კარგად ვიცით რომ დღეს მათი საქმიანობაც არის მჭიდრო დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებთან როგორც გაირკვა ჯერ კიდევ წლების წინ 13 წლის წინ დაახლოებით ირაკლი ყობახიძე მუშაობდა იმისთვის რომ გაზრდილიყო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების როლი პოლიტიკაში ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ბუნებრივია მაშინ ის გულისხმობდა სწორედ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს რომელსაც დღეს როგორც თვითონ ასევე მისი პარტიის ლიდერებიც ებრძვიან მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზეც გამოქვეყნებულია ინფორმაცია იმის შესახებ თუ რას მოიცავს ირაკლი ყობახიძის ბიოგრაფია ვიდრე ის პოლიტიკაში მოვიდოდა მის ანგარიშზე არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობაა და ბუნებრივია ის სწორედ ამ ასე გამოიმუშავებდა ყოველთვიურ ხელფას და შემდეგ როგორც ირკვევა უკვე ის გადაწყვეტილებები თუ რეკომენდაციები რომელსაც გასცემდა საერთაშორისო ორგანიზაციებით მიღებული ხელფასით გულისხმობდა ბუნებრივია იმას რომ საქართველოში მათ შორის ადამიანის უფლების მდგომარეობის კუთხით შეცვლილიყო ვითარება და ჩვენი რესპონდენტებიც ამბობენ რომ ეს პირდაპირ არის ჩარევა შიდა პოლიტიკაში ჩვენი რესპონდენტები არა მხოლოდ ყობახიძეს არამედ შალვა პაპაშვილსაც შეახსენებენ მათ წარსულს არა მხოლოდ ფოტო არამედ დოკუმენტური არქივით ეს კონფერენციები გაიმართა ბერლინში იყო მთლიანად იყო დაფინანსებული ჩვენი მგზავრობა სასტუმროში ცხოვრება კვება ჩემიც ყობახიძისაც პაპუაშვილსაც მთლიანად იყო დაფინანსებული GIZ-ის მიერ და ერეოდნენ საქართველოს პოლიტიკაში ან პოლიტიკის ცვლილებაში ანუ ცხადია აქ იყო მსჯელობა იმაზე თუ რა ცვლილებები და როგორი ცვლილებები შეიძლება შევიდეს საქართველოს კონსტიტუციაში მეტი რა გავლენის მოხდენა გინდათ ამაზე მეტი რაღა არის კონსტიტუციის ცვლილება იმ კონფერენციის მონაწილე ვიღაცას ამ 8 წლიან შეზღუდვას დაუწესებენ რომ თავის თავზე იტყვიან მე არ მეხება ბატონო ეს როგორც დღეს ამბობენ რომ ღიმილის გარშე მოისმინო ეს განცხადებები, რასაც ბატონი ყობახიძე ან ბატონი პაპუაშვილი აკეთებენ, მათ წარსულთან დაკავშირებით, არა თუ ისინი საქმიანობდნენ და თანამშრომლობდნენ არასამთავრობო სექტორთან, არამედ წერდნენ აგერ როგორც დღეს გამოვლინდა პოლიტიკის შესახებ დოკუმენტებს, რომლებიც შეეხებოდა საქართველოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის განსაზღვრას და ახლოვებას აღმოსავლეთ პარტნიორობასთან, მათი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებდნენ საქართველოს მთავრობას მეტიც ბატონი ყობახიძის მიერ დაწერილ აი ამ ნაშრომში არის ნახსენები რომ უნდა გაიზარდოს არასამთავრობო სექტორის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ასე შემდეგ და ბატონი პაპუაშვილი კი იყო რა ვიცი 20 წლის განმავლობაში თანამშრომელი მათი გაგებით უცხოური ძალისა პირდაპირ მსახური პირდაპირ დაკონტრაქტებული პირი იყო უცხო ქვეყნის როგორ ვთქვათ სამთავრობო დაწესებულებისა, ხომ? და ანუ შეუძლებელია იმის ლაპარაკი, რომ თითქოს ეს კანონი რომ მაშინ ყოფილიყო, მათზე არ გავრცელდებოდა, რა თქმა უნდა, რადგან კანონი, რომლის მიღებასაც ისინი აპირებენ, შეეხება ისეთ ადამიანებს, რომელსაც პირველ რიგში აქვთ შემოსავალი რაღაცა ტიპის კონტრაქტი რატომ გაახდა საერთოდ საჭირო იმის შეხსენება, ვინ რა საქმიანობდა წლების წინ და ვინ ვისგან იღებდა ხელფასს. შეიძლება ითქვას, რომ ამ უკანასკნელზე დისკუსია თავადვე გახსნეს ქართული ოცნების ლიდერებმა, როდესაც ოლიგარქის პარტიაში ჯერ პაპუაშვილმა თქვა, რომ ის NGO-ში არ ყოფილა და შემდეგ ირაკლი ყობახიძემ თქვა, რომ არ მიუღია დაფინანსება უცხოეთიდან იმისთვის, რომ შიდა პოლიტიკაზე მოეხდინა რაიმე ტიპის ზეგავლენა და რაც ყველაზე მთავარია. ამ უკანასკნელზე საუბარი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ქართულ ოცნებაში
დუმაში მოიფიქრეს ხალხის დადუმების ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც თუ ამ კანონის სიღრმეებს ჩავყვებით, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, ვინც ეს კანონპროექტი წაიკითხა და კანონებშიც თავის მხრივ კარგად ერკვევა, იმ შემთხვევაში, რომ ეს მაგათად ამ კანონს რომ ემოქმედა წლების წინ, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ არ იყვნენ პოლიტიკაში მოსული ან შალვა პაპუაშვილი ან ირაკლი კობახიძე, აუცილებლად გავრცელდებოდა მათზეც და როგორც შალვა პაპუაშვილი უწოდებს გაგრილების პერიოდს, ეს მას აუცილებლად დასჭირდებოდა, ანუ ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდებოდა მას იმისთვის, ვიდრე პოლიტიკაში მოვიდოდა და შემდეგ დაიწყებდა ბრძოლას იგივე მესამე სექტორის წინააღმდეგ. პირდაპირ ეთერში გუგა არჩვაძე საუბრობდა.